Леонид Михайлович, ბატონო ლეონიდ, რა ეროვნების ხართ და რატომ ეხმარებით ქართველებს? занимаетесь помощью грузинам. კარგი. შენ რა ეროვნების ხარ, რომელი ქალაქიდან ხარ? დამავიწყდა ჟენია. შენ ფონდის დირექტორი ხარ და ქალაქი დამავიწყდა, რა ქვია? Mariupoli. სწორედ იქ იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები. დიახ. რა ეროვნების ხარ? Я картвели. ქართველი. მეც. ჩემი ასაკის ადამიანები სინამდვილეში მე ყოველთვის ვფიქრობდი რა ეროვნების ვარ. მთელი ცხოვრება უკრაინაში ვცხოვრობდი და ახლა კი ძირითადად საქართველოში ვცხოვრობ. ქართული საქმეებით. იმიტომ რომ მიხედავთ იმისა, რომ ამჟამად ისრაელში ვარ, მალე საქართველოში ჩამოვალ. ეს კითხვა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ადრე ვიცოდი ვინ ვიყავი. რატომღაც ჩემი შვილები ამბობდნენ, რომ რუსები იყვნენ. შემდეგ თანდათან უკრაინული ნაკვთები დაეწყოთ. ზოგადად ჩემნაირი ადამიანები, თქვენი არ ვიცი, საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირში გაატარეს. საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდნენ. იქ უყვარდათ და მეგობრები შეიძინეს. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე კარგი და საუკეთესო რამ ფულის გარეშე მომხდარა. სწორედ საბჭოთა კავშირში. ასეა. მართალია მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ საბოლოოდ აღმოჩნდებოდი საბჭოთა ხელისუფლების მიღმა და როდესაც გორბაჩოვი გამოჩნდა, მთელი გულით ვიგრძენი, არ ვიცი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. შემდეგ კი უკრაინა გამოჩნდა მსოფლიო რუკებზე და მე, როგორც აღმოჩნდა, სრულიად უკრაინელი გავხდი. თუმცა ჩემი წინაპრები მამაჩემის მხრიდან უკრაინაში ცხოვრობდნენ მრავალი ასეული წლის წინ. რუსული ენა კი დამრჩა, რადგან ფიქრობდი, რისთვისაც ეროვნულად აჟიტირებულ ადამიანებს დიდად არ მოვწონვარ, რომ ენა სულის ნაწილია. ის ასევე სამშობლოს ნაწილია. და ის რუსული არ არის. სინამდვილეში ბევრი დრო გავატარე, 20 წლის წინ მუდმივად ჩავდიოდი რუსეთში. და მივხვდი, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ჩვენ ნამდვილად სრულიად განსხვავებული ხალხი ვართ. ეროვნებას მენტალიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ არა ენა. მაგრამ ახლა კომენტარები დაიწერება, რომ მე მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ. ძირითადად დაწერენ ისინი, ვისაც ტვინი არ აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მე არ მექნება დრო ვისწავლო ქართული ან სხვა რომელიმე ენა. მე საერთოდ არ ვიცი სხვა ენა. და სამშობლო, რა თქმა უნდა, არის უკრაინა და საქართველო. ისე მოხდა, რომ საქართველოში დავქორწინდი, შემიყვარდა და ფაქტობრივად ბავშვობიდანვე მუდმივად მოგზაურობდი საქართველოში. შემდეგ, როცა უკვე გამდიდრდი, ვერტმფრენი მყავდა, მთელ საქართველოში დავფრინავდი. საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე უკეთ ვიცნობ. საქართველოს 90%-ზე, თუნდაც 99%-ზე უკეთ. მთელ ტერიტორიაზე ვარ ნამყოფი. ყოფილ ვარ ისეთ ადგილებში, რომლებზეც მაგალითად დაბაწყურის ტბაზე ვიყავი, რომლის შესახებაც საქართველოში არავის სმენია. ამასობაში ის ერთ-ერთი ყველაზე პირველ რიგში ეს არის საქართველოში უდიდესი ტბა. ის ძალიან ღრმაა, ალბათ ძალიან ძველი და ჩამოყალიბდა. ახლა ამაზე არ ვაპირებ, ის ძალიან ლამაზია. ეს არის მთელი ზღვა და ქვეყნის ცალკეული ნაწილი. იქაური მთები წარმოუდგენლად ლამაზია. აი ასე, მართალია, სვანეთში არ ყოფილ ვარ. თორემ ყველგან ვარ ნამყოფი, მანქანით მოვიარე. დიახ, და ახლა უკრაინაში რუსისადმი მიძღვნილი ყველა ძეგლი განადგურებულია. თუმცა ისინი არ იყვნენ რუსები, რადგან ისტორიულად
ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მოსკოვში და რუსეთში ჩადიოდნენ. მომღერლები და სხვაებიც ასევე. იქ მეტი ფული და შესაძლებლობა იყო. სწორედ ამიტომ არის ყველაფერი ასე, მაგრამ შემდეგ ისინი მოსკოველებად გადაიქცნენ. სწორედ ამიტომ არიან ისინი განსხვავებულები. მე რუსეთთან არაფერი მაქვს საერთო. ასეთია ჩემი სამშობლო. დღეს ეს საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ვცხოვრობ. შეიძლება აქ ვიცხოვრო მთელი ცხოვრება, რადგან აქ კარგი მედიცინაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ქვეყანასთან არაფერი მაქვს საერთო. არ ვიცი ენა, საერთოდ არ ვიცი აქაური წესები. სულ ეს არის, რაც აქ მაქვს, რისი ჩვენებაც შემიძლია. ეს ჩემი სამშობლოა. აქ ორსართულიანი პენტჰაუზი მაქვს და ზღვა ახლოს. სხვათა შორის, ისრაელი ზუსტად ისე შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირი. აქ ყველაფერი ძალიან გავს საბჭოთა კავშირს. წესებიც კი და დანარჩენიც. მაგრამ ეს ცალკე ამბავია. სულ ესაა ჩემი ეროვნება. გასაგებია? გაქვთ რაიმე კითხვები? Понятно. გასაგებია. არ გინდა კითხვის დასმა საბჭოთა კავშირიდან ხარ არა? Советского. Мы საბჭოთა все- კავშირიდან. наша родина ჩვენ всё- ყველანი, ჩვენი სამშობლო საბჭოთა კავშირია. საბჭოთა კავშირი. ბრეჟნევმა თქვა, ჩვენ შევქმნით ახალი ეროვნება. ახალი ეროვნება, საბჭოთა ხალხი. და მართლაც 60 წელიწადში 117 ეროვნება იმდენად გადაახლართულა ერთმანეთში, რომ ახლა ძნელია ვინმე სახეზე ამოიცნო, საიდან მოდის, მაგრამ ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველაფერი ეროვნული გახდეს. მე მხოლოდ ის არ მომწონს, როდესაც დოსტოევსკის ან პუშკინის ძეგლს ანგრევენ. და ყველა დანარჩენის გოგოლის და ვინც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს მთელი კაცობრიობის საკუთრებაა და არა მხოლოდ საქართველოსი ან უკრაინის. ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტს საკითხული აქვს დოსტოევსკი, მაგრამ ეს ასეა. დიახ, მენტალიტეტი. შვეიცარიაში ვიყავი. იქ 4 კანტონია. რადგანაც მეგონა რომ 3 იყო. და ყოველთვის ერთ-ერთ მათგანში ვიყავი. ჟენევაში ფრანგულად საუბრობენ, ციურიხში გერმანულად. ოფიციალური ენაც მგონი გერმანულია. იტალიურიც არის. თუ კანტონის ფარგლებს გაცდებით, მაგალითად, ფრანგული აღარ იციან, მაგრამ ფლობენ იტალიურს. თუმცა ადამიანი ისინი იმდენად ნაციონალისტები არიან, იმდენად უყვართ. მსოფლიოში მათზე მეტი ნაციონალისტები არ არსებობენ. შვეიცარიელი ადამიანის ამოცნობა მაშინვე შეგიძლიათ, რა ენაზეც არ უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ეს ცალკე თემაა. შემიძლია მოგიყვეთ ამის შესახებ. და რაში მდგომარეობს ჩემი ფენომენი? მე ამაზე ვიფიქრე. გინდოდათ გეკითხათ, რაში მდგომარეობს ჩემი ფენომენი? დიახ. არ ვიცი, საიდან იცით ჩემ შესახებ, მაგრამ ფენომენი მარტივია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც სრულიად კორუმპირებულია, მათ შორის საქართველო, უკრაინა, რუსეთი და ყველა დანარჩენი. რუსეთს ეს არ აინტერესებს და ყველა დანარჩენი ჩინოვნიკების წნეხის ქვეშ ცხოვრობს. გამდიდრების ორი ვარიანტი არსებობს. ყველაზე მარტივი, რა თქმა უნდა, ჩინოვნიკობაა. იქ უამრავი ფულია, მოიპარე რამდენიც გინდა, ხალხი უბრალოა, არ ესმის. ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თავად ირჩევენ. ირჩევენ კი დაუფიქრებლად. იანუკოვიჩმა, რომელიც ვიღაც ქალს აუპატიურებდა და ქუდი მოპარა, პლაკატებზე დაწერა: ყველას მოვუსმენ და ყველას დაველაპარაკები. და ყველა ეგრევე მისკენ მიიმართა. ასე იყო. დიახ, სანამ ხალხი საკუთარ უფლებებს არ გაიგებს და კონსტიტუციის კითხვას არ დაიწყებს, სადაც ყველაფერი წერია, მაშინ მე მივიღე კონსტიტუცია. სხვა არაფერი შეიძლება. ჩემი ფენომენი ის არის, რომ უკრაინაში ჩემნაირს არავის ვიცნობ. არასდროს თურდა რაღაც სტატუსი. დიახ, იყო დრო, როცა მინდოდა პრეზიდენტი გამხდარიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ როცა მერი გავხდი, არაფერ შევცვლიდი. და ღმერთს მადლობა, რომ გადამაფიქრებინა.
და ფენომენი ის არის, რომ ბუნებით საზიზღარი ვარ და ყოველთვის ჩემს პრინციპებს ვიცავ. და არასდროს გამომიყენებია ჩემი გავლენა პოლიტიკაში. სამჯერ ვიყავი დეპუტატი, ორჯერ მერი. ჩინოვნიკები ქურდები არიან. ყველა ქვეყანაში ერთნაირად ქურდები არიან. ნამდვილად არ ვიცი როგორაა უკრაინაში, ახლა იქაური პოლიტიკით არ ვინტერესდები. ისინი ყოველთვის რომ მოიპარონ, მათ სჭირდებათ ამისთვის ინსტრუმენტი, ბერკეტი. ბერკეტი კი არის ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ მოიპაროს ფული ბიუჯეტიდან უკეთ, უფრო ეფექტურად. ბიუჯეტში იქ ფული ირიცხება საბაჟოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო საგზაო ინსპექციიდან, თუმცა იქ ძირითადად ქთამს იღებენ. თქვენი საგზაო პოლიცია ქთამს იღებს თუ არა? ეს საკითხი ლიეტუვაში შევისწავლე, ძალიან მაინტერესებდა, ვიტყოდი მინიმალურ დონეზე. დიახ, და საქართველოში წარმოიდგინეთ, ქთამს არ იღებენ. ისინი არ იღებენ ქთამს. ეს სააკაშვილმა გააკეთა. ამბობენ, რომ ახლა დაიწყეს ქთამების აღება, არ ვიცი. რა? უბრალოდ მახსოვს თქვენი ვიდეოები და თქვენი სიტყვები, რომ იქ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. ძალიან. სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე უარესად ცხოვრობს. მერე როგორ ცხოვრობენ? ყველაფერი მარტივად გაკეთდა. სააკაშვილი მოვიდა, სანამ ლოთი და ნარკომანი გახდებოდა, მან დიდი რეფორმა ჩაატარა. ხელფასები გაზარდა. უირველეს ყოვლისა, ყველა გაათავისუფლა, რადგან თაღლითები იყვნენ. ყველა გაათავისუფლა. კანონიერი ქურდები დაშალა, იქ ცხოვრობდნენ, რადგანაც კანონიერი ქურდები ძირითადად საქართველოდან არიან და მათ დიდი გავლენა ჰქონდათ. მან $400 ხელფასი დააწესა, ეს კი დიდი ფულია საქართველოსთვის, პოლიციისთვის. და როდესაც მე საქართველოში ჩამოვედი საცხოვრებლად, როდესაც მერის თანამდებობიდან გადავდექი, ვნახე, როგორ ეხმარებოდა ვიღაცას საგზაო პოლიცია. პოლიციელები, ისინი არ არიან მილიცია, ჩვენთანაც არ არის მილიცია. თუ შენი მანქანა გაჩერდება, ისინი დაგეხმარებიან მის გადაადგილებაში. მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ. მაშინაც კი თუ შენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. არავინ იღებდა ქთამს. ახლა ისინი ებრძვიან მეკთამეობას საშუალო და დაბალ დონეებზე. უმაღლეს დონეზე ქთამს არავინ იღებს. იქ ყველა მილიარდერია. ისინი ციხეში არ ჩასვამენ საკუთარ თავს, რადგან არ არსებობს ხელისუფლების გადანაწილება, მაგრამ ეს ცალკე თემაა. და პოლიცია ასეთად დარჩა. მაგრამ ახლა მგონი ნელ-ნელა დაიწყებენ ქთამის აღებას. რადგან საქართველოში რეფორმები აღარავის გაუტარებია. სააკაშვილს კი თავისი ქვეყანა უყვარდა. თავიდან რეფორმები ჩაატარა და ხელისუფლება მის მოკლა. დიახ, ეს კახაბერია. რამის თქმა გსურთ? საცხოვრობთ. საქართველოში თუ უკრაინაში? მე საქართველოში ვცხოვრობ, რუსთავში. ქალაქ რუსთავში. ვარ ნამყოფი. აქამდე რაც თქვი, საქართველოს სწორია? დიახ, სწორად ესაუბრეთ. სიმართლეს ვამბობ? დიახ, სიმართლეს ამბობთ. ამბობენ, რომ ბევრი მანქანაა რუსთავში. დიახ, დიდი ავტობაზარი გვაქვს და მანქანები აქედან მოხავთ. დიახ, კარგად ცხოვრობენ, ძირითადად თაღლითები. ჟენია, ფონდის დირექტორი, ისაუბრობდა და მე ერთხელ ერთ ნაძირალას გადავეყარეთ. როგორ გვანერვიულებდა, ნამდვილი ბანდიტი იყო. ისე ბანდიტებს არასდროს შევხედრივართ. ესეც ფენომენი. მე საზიზღარი ვიყავი. მერე კი ბავშვობიდან მქონდა პრინციპები. არასდროს ვღალატობდი მათ. ამიტომ მოვყევი ამბავი, თუ როგორ იყო ეს ბანკში. და თქვენ უნდა იცოდეთ ეს. სხვა ვერავინ ვერ გაიგებს. მაგალითად, ჩვენს ბანკში 300,000 პენსიონერი ყავდა. მე მუდმივად ეს ყველა თანამშრომელმა იცის. ვითხოვ ციფრებს და ვაკონტროლებ მათ. მე მენეჯერი ვარ.
რადგან ვიცი, რამდენს ხარჯავთ და რამდენი ფული შემოდის, რათა ბალანსი იყოს. დღეს ფონდი არც ჩემია და არც უკრაინული. ის ქართულია, რადგან ყველა ადამიანს ეწევა დახმარება თქვენაერი და სხვა ადამიანების მხარდაჭერით. თქვენ ერთმანეთს ეხმარებით, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ ზოგადად. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მოცული მთელი საქართველო. რადგან მთავრობა არაფერს აკეთებს ამისთვის. ხალხი შიმშილით იხოცება და არავინ მკურნალობს მათ. ეს საშინელებაა. ასე რომ, როდესაც მონაცემები მოვითხოვე, რატომ მოვითხოვე მონაცემები? ერთ დღეს ბანკში ყოფნისას დავაკვირდი, როგორ მუშაობდა დეპოზიტების განყოფილება. შევედი რიგი იყო. ყველას ფული მოჰქონდა, ბანკს ენდობოდნენ და ძირითადად მოხუცები იყვნენ. ერთი მოხუცი მოვიდა და $15,070 მოგცა ჩანთით. $15,070. სანამ თანამშრომლები მონაცემებს ამუშავებდნენ, მან საპირპარეშოში წასვლა ითხოვა. გავიდა. სხვათა შორის უკრაინაში საუკეთესო ტუალეტები ჰქონდა. ზოგადად, როდესაც რესტორანში ან დაწესებულებაში შევდივარ, თუ ტუალეტი ცუდია, უმჯობესია, იქ არ ჭამოთ და საერთოდაც დარჩენაც არ ღირს. ისინი პირველ რიგში კომპანიას აფასებენ, მათ შორის ტუალეტების მოწყობით. იქ ყვავილები ჰქონდა და ყველაფერი ლამაზი იყო. და ის ტუალეტში წავიდა და აღარასდროს დაბრუნებულა. ჩემი ასაკის იყო, შეიძლება უფრო ახალგაზრდა. დემენცია. დაავიწყდა. ბანკიდან ყველანი გამოვიქეცი დაახლოებით 200 ადამიანი იჯდა ქვემოთ. ცდილობდით მოგვეძებნა, მაგრამ ის წავიდა, გაქრა, აღარ დაბრუნებულა. მე გამოვითხოვე მონაცემები, რაც შეეხება სხვა პენსიონერებს, მოდიან თუ არა და აი რა მივიღე. მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით ეს პენსიონერები დაახლოებით მილიონი იყვნენ, ან ცოტა ნაკლები. ისე გამოვიდა, რომ დავიწყე გამოკითხვა. ვინ მოდის პროცენტებისთვის და ვინ არა. ვინც მოდის, ეს გასაგებია. პროცენტი მაღალია, ინფლაცია, ამიტომ პროცენტი ცხოვრობენ. ზოგი ადამიანი კი 3 თვის შემდეგ ან მოდის ან არა. მათგან ვინც 3 თვეში ერთხელ მოდიოდა, ქრებოდნენ, ძირითადად აღარ მოდიოდნენ. და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა სურვილია, სურვილიც კი არა. აზრიც კი არ იყო. როგორ მოიქცეოდა უსინდისო ადამიანი? სიტყვები მავიწყდება. ვფიქრობ, 90% არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება ნაკლებიც, შეიძლება ვაჭარბებ და სინამდვილეში არც ისე გულწრფელი ვარ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაამრავლეთ საშუალოდ მილიონი $10,000-ზე, რომელიც მათ შეიტანეს. გაამრავლეთ მილიონი 10,000-ზე და მიიღებთ რამდენს? მილიონი 10-ზე. ვინ ითვლის? 10 მილიარდი. 10 მილიარდი დოლარი, ხომ? დიახ, ასე გამოდის. შემეძლო ეს ფული ჩემთვის ამეღო. ყოველგვარი რისკის გარეშე. და ის დღემდე დევს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკებში, განსაკუთრებით სბერბანკში. ისინი თვითონ იპარავენ ამ თანხებს. როგორც წესი, სახელმწიფო ბანკებში თავმჯდომარეები სულელები არიან. ეს ბიზნესი არ არის. ისინი სახელმწიფო ფულს იღებენ. უბრალოდ ინაწილებენ მას. სულ ესაა, მაგრამ არასდროს მომცვლია აზრადაც კი ამ ფულის აღება. არადა ვერც ერთი ნათესავი ვერ აიღებს მას, ვერავინ. და თუ ნათესავი მოვა და იტყვის, მომეციეს დეპოზიტი, არ მისცემენ, არც კი ეტყვიან, რომ ეს დეპოზიტი არსებობს. მათ არ აქვთ უფლება თუნდაც კეთილი და გაჭირვებული იყო. თუ დაარღვევთ, ბანკს დახურავენ, რადგან არსებობს ბანკის საიდუმლოება. ეს კანონის სერიოზული დარღვევაა. ნოტარიუსთან ერთად უნდა მიხვიდეთ. გარდაცვალების მოწმობა უნდა მიიტანოთ. მთელი რიგი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ამას არავინ აკეთებს. პირველ რიგში არ იციან რომელ ბანკში. ასობით ბანკია. რომელ ბანკში არის ფული.
მოკლედ, ეს ფული მთელ საბჭოთა კავშირში მიითვისეს. პრინციპები. ერთადერთი ფენომენი ის არის, რომ თუ ერთხელ მაინც მოიტყუე, არავინ არაფერს განდობს. არავინ. მე კი მენდობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ყველაზე დიდი არ იყო, საშუალოზე ოდნავ დიდი. სხვადასხვა დონის თანამდებობის პირები მოდიოდნენ ჩემთან, მიუხედავად იმისა, რომ არ მოვწონდი, ფული შემოჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ ცხოვრებაში არასდროს ვიკადრებდი. განსხვავებულად იქცეოდნენ, მთხოვდნენ, ნაღდი ფულით ამეღო და პროცენტი გადამეხადა. მე კი უპასუხობდი, არა მეგობრებო, არასწორ ადგილას მოხვდი. იმიტომ რომ მაგრამ როგორ გადავიხდი პროცენტებს? ბანკმა თქვენი ფულით უნდა გამოიმუშაოს ფული, ცეცხლები გასცეს და თუ ნაღდ ფულს მომცემს, რაღაც უზამთ მათ. იყო შემთხვევები, როდესაც ნაღდ ფულს იღებდნენ ბანკის დირექტორები, სურდათ ამის გაკეთება მარტივი გზით. მაგრამ ეს შეუძლებელია, კაცრად უნდა იმუშაოთ კანონის შესაბამისად. ცოტა განზე გადაკიცულესაა, დამთავრებული ხართ. ის სადღაც დაიბნა ვიღაცამ არ დაფარა სესხი და შემდეგ ღალატისთვის წავა. იყო ბანკი კრედიტი, როგორ ერქვა მას? უკრაინა, სურკისის. ვინიც ის უკრაინაში? მედვედჩუკი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო და იყო უზარმაზარი ბანკი. მან თავი მოიკლა. მე მას წინა დღეს შევხვდი, კარგი ბიჭი იყო და პრინციპში პატიოსანი, მაგრამ დაიბნა. აიღო რაღაც, რაც ქაღალდს ჭრის. მგონი კი, ისეთი თხელია მაგიდაზე არაფერი მედო. აი კალამი. ეს არ იყო კალამი და თავს იზიანებდა. თავი დახარა და კისერში ირტყამდა. რომ ვენაში მოხვედრილი იყო, 7 ჯერ ჩაირტყა, სანამ არ მოხვდა და არ მოკვდა. ასე რომ სახომარო არ არის, ეს ფენომენია, კანონის შესაბამისად მოქმედებდი. ამიტომაც არ გავკოტრდი და არასოდეს მიმართავ სახელმწიფოს მომეცით ფული, რადგან მიჭირს. არადა ბევრს უჭირდა. ბევრს ეძებდნენ. შემდეგ როცა ინფლაცია იყო, როდესაც კრიზისი მოხდა, გაიქცნენ. ეს ფენომენია. და გარდა ამისა, მე იმდენად მჯერა იმის, რომ სწორად ვაკეთებ, როდესაც იდეა მომდის, იმდენჯერ ვამოწმებ საკუთარ თავს, სანამ ბოლომდე მივიყვან მას. იდეები ამ სამყაროში. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ უნიკალური ნივთი, რომელიც შექმნით. რა ქვია მას? დიახ, მე გამომგონებელი ვარ. მე მაქვს სახლის დიზაინი, რომელსაც შეუძლია ცუნამის გაუძლოს. დიახ, ცუნამი, მიწისძვრა, რაც არ უნდა იყოს. გადაურჩება, დარწმუნებული ვარ. რომ წარმატებული ადამიანი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში არსებობს ერთი პატენტი და მე ზოგადად მინდოდა მეკითხა, როგორ შეიძლება მიაღწიო დიდ აღიარებას ბიზნესში. ეს პროექტი ბატონი ილონ მასკის რომ ყოფილიყო, მას მაშინვე მიიღებდნენ. შესაძლოა, თქვენ გსურთ პატენტის გაყიდვა თუ გსურთ მისი ქონა? მე ზოგადად პარტნიორობა მინდა. მაგრამ სხვადასხვა კომპანიებთან. და მინდა ამ პატენტის, ამ პროექტის განხორციელება, რათა ბევრი ახალი ადამიანი, ვინც ცუნამებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალდა, მოგვიანებით არ დაიღუპოს. შესაძლოა დაგეხმარებით. იცით რა არის Google? Google პროგრამა. Google დიახ. როგორ ყიდით? როგორ გსურთ პარტნიორის პოვნა? სად ეძებთ მას? მე წარმოდგენილი ვარ სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ქსელები მაგალითად მათი საქმიანობაა. კიდევ არის? არა, დაუკავშირდით კომპანიებს, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი? არა, კონკრეტულად კომპანიები მე დაუკავშირდი, მაგრამ არ ვიცი, მათ არ სურთ
რატომ უნდა ჩადონ ფული? სამშენებლო კომპანიები დიდ ფულს შეულობენ. ქთამით მიწას იყიდის და სახლს ააშენებს. რა თუნდა მათ თქვენი პროექტი? თქვენ უნდა იპოვოთ ისინი, ვინც იმავე საქმით არიან დაკავებული. და პრინციპში გეტყვით, როგორც გამომგონებელს. მოახერხეთ თუ არა თქვენ ცხოვრებაში ასეთი რამის გამოგონება, რისთვისაც ფული მიიღეთ? არა. ეს მეორე პროექტია. მე ამ პროექტში ბევრი რესურსი ჩავდე და ახლაც ოდესმე განგიხორციელებიათ რაიმე პროექტი. გაგიყიდიათ რამე, მოახერხეთ სხვისი დაინტერესება. მისმინეთ, ასე გიპასუხებთ. თავიდან გული დაგწყდებათ, შემდეგ კი გამიგებთ. სოფლიოში მილიარდობით სხვადასხვა პროექტია. მილიარდობით. და როგორ გავაკეთოთ? ყველანაირი რამ. როგორ გავაკეთოთ წყალბადი ჰაერიდან მაგალითად? იყო პროექტები, რომლებიც აბსოლუტურად ფანტასტიკურად განხორციელდა. მას კი რაკეტებს უშვებს. ახლა ხან ვუყურე ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტი ფრინავ მანქანაში ავიდა. ალბათ YouTube-ზე ნახეთ თქვენს. და გაფრინდა. ნახეთ? არ გინახავთ? ნახეთ თუ არა? ანუ თითქმის 74 წლის ასაკში გეუბნებით. მანქანების გაფრენას 5 წელიც არ დაჭირდება, მაგრამ რატომ ვამბობ ამას? სოფლიოში მილიარდობით ძალიან კარგი პროექტი, სხვადასხვა იდეა არსებობს. ნებისმიერი იდეის განხორციელება შესაძლებელია და გეტყვით რატომ. თქვენ ამის გჯერათ. საქართველოში ყველას ჯერა. მან შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ასე დაწერა მან ბიბლიაში. ჩემს წარმოდგენაში ის მე მხოლოდ ღმერთის ბრძამს. აინშტაინმა ცოტა ხნის წინ გაყიდა თავისი წერილი. ის უკვე გარდაცვლილია. გაყიდეს მისი წერილი თუ როგორ ხედავს ის ღმერთს და როგორ ხედავდნენ მას ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები. ეს არის სული. ანუ მას სახე არ აქვს. მისი დახატვა შეუძლებელია. როდესაც მოსე შეხვდა მას სინას მთაზე, მას მხოლოდ ზურგი აჩვენა. მე უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი ბიბლია და ყოველთვის ხელთ მაქვს. ყოველთვის შემიძლია მისი წაკითხვა. მან ზურგი აჩვენა, რადგან ამბობს თუ ჩემს სახეს გაჩვენებ, დაიღუპები. და ის ერთადერთი ადამიანი იყო მსოფლიოში, ვინც ღმერთი მაინც იხილა. ამიტომ მისი გამოსახულებები არ არსებობს. აი რა არის საინტერესო. ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსების აზრით, რომლებსაც მეც ვიზიარებ, არსებობს მრავალი რელიგია, მრავალი შეხედულება. ადამიანი ღმერთის ნაწილია, ანუ ის სულია, ის ყველგანაა. აინშტაინმა გამოიყვანა ფორმულა, რომლის მიხედვითაც სამყარო უსასრულოა. ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სამყარო უსასრულოა. ხელებს აქვს დასასრული, კომპიუტერს აქვს საწყისი. და ის ამბობს, სამყარო უსასრულოა და ეს აღიარეს. ისევე როგორც მე, ის ამ ვერსიას იცავს. ანუ ეს არის სული. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ნიჭი, რომელსაც ის განახორციელებს და ეს სული ივსება სულ უფრო და უფრო ახალი იდეებითა და განხორციელებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ისინი გამოიგონებენ საფრენ აპარატს, ეს არის შემდეგი ეტაპი. ჩვენ მარსზე გავფრინდებით. მე მაგალითისთვის ვამბობ, არაფერი ივიწყება. ეს ყველაფერი გროვდება სამყაროში. ახლა კი მარტივზე. იმისათვის რომ განვახორციელოთ, ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. არ არსებობს სოფლიოში არაფერი, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია. არსებობენ იოგები, რომლებიც ერთი დღით მიწის ქვეშ ან წყლის ქვეშ ცხოვრობენ. ადამიანს შეუძლია ფრენა. მას ესეც კი შეუძლია. ჩვენი ინტელექტის მარაგი იმდენად დიდია. ჩვენ ღმერთის ნაწილაკები ვართ სულითა და გონებით. ადამიანების 90% ბალახივით ცხოვრობს. ისინი არაფერს იგონებენ და არაფერი სურთ. სხვებს კი შეუძლიათ ამის გაკეთება, ამიტომ იდეა
ძალიან შორს არის მისი რეალიზაციისგან. ისევე როგორც თქვენ შორს ხართ თქვენი კონცეფციისგან. იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს. ის აკეთებს იმას, რაც ღმერთმა მისცა. აი ასეთი შესანიშნავი თუ ავიღებთ სოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს, ყველა სხვადასხვა რამეს აკეთებს. Forbes-ში ვერ ნახავთ ორ იდენტურს. მას კი ერთ რამეს აკეთებს. ბეზოსი არის ასეთი კარგი შესანიშნავი ბიჭია. ის განქორწინდა ცოლს 150 მილიარდი მისცა, ქონება თანაბრად გაიყვეს. ძალიან პატიოსანი კაცია და საერთოდ ყველა დიდი ბიზნესმენი ღმერთმა დაიფაროს მანდ, მაგრამ თუ ის რომელიმე ქალს მოეფერება, ეს დიდი ამბავი არ არის. მაგრამ თუ ვინმეს რამე მოპარა, მაშინ არავინ დაელაპარაკება. ის სამში გაკოტრდება, რადგან ფულის გარეშე ის არაფერია. ასე რომ, წინასწარ არ არსებობს იდეა, რომელიც მაშინვე ფულს მოიტანს. დღეს ოქროზე კი არ შეულობენ ფულს. ოქრო სადღაც ბოლოსაა. არა. არა ნავთობზე, როგორც ბევრს ჰქონია, და არა გაზზე, და ყველანაირ ნაგავზე, რომელიც არ მოითხოვს ბიზნესმენის განსაკუთრებულ თვისებებს. თუ იცნობთ მთავრობის თავმჯდომარეს, ვინც საქართველოში ოქროთი არის დაკავებული, ძველი ამოთხარეს, ვიღაცას ხრთა მიმისცა, კავშირების საშუალებით ეყიდა ქარხანა ან სხვა რამ. არ ვიცი. და თუ ეს ბიზნესმენია, მაშინ ის შეპყრობილია თავისი ბეზოსი შეპყრობილი იყო ყველანაირი სისურველი სახლში მიტანით. შემიძლია თქვენგან პიცის შეკვეთა? თქვენს ქალაქში? შემიძლია პიცის შეკვეთა? პიცა? შემიძლია შეუკვეთო? პიცა. პიცის შეკვეთა შესაძლებელია. ასე რომ ისინი ამ შეკვეთებით წინ და უკან დარბოდნენ. მან პირველმა ისინი დრონებით მიიტანა. მანამით ფული გამოიმუშავა. ახლა მან ცოლს 150 მილიარდი დოლარი მისცა და მაშინ კიდევ 150 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მაგრამ ახლა მან ჰოლივუდში ყველაზე ცნობილი ტელესტუდიები შეიძინა. ეს სფერო ძალიან უყვარს. სხვათაშორის მე ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ მოხუცი ვარ. ამას გავაკეთებდი უზარმაზარი ფულით ან უცებ. ასე რომ, თუ მას მდიდარ ადამიანებში მოძებნით, ვერავის იპოვით. მაგრამ ამისთვისაა Google. თუ კითხვას სწორად ჩამოაყალიბებთ, ნებისმიერ პასუხს იპოვით. მაგალითად, Google-ში თქვენ იპოვით ყველაზე ცნობილ კომპანიებს, რომლებიც თქვენი თემით არიან დაკავებულები. უბრალოდ დაასახელეთ. იქნება 100-ობით, 1000-ობით. თქვენ უნდა დაწეროთ სწორი წერილი. რომ მე ასეთი ვარ და საქართველოში ვცხოვრობ, გამოვცადე მაქვს ექსპერიმენტული მასალები. თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ისინი. თქვენ უნდა გააკეთოთ ელემენტარული გათვლები, თუ რამდენ მოგებას მოუტანს ეს მათ. მოგება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენისთვის, თუ ის ბიზნესმენია. და თქვენ პრობლემების გარეშე იპოვით პარტნიორს, თუ თქვენი იდეა რაღაცას ფასობს. სინამდვილეში ყველა მარტივ გზას ირჩევს. ისინი არ ეძებენ საკუთარი თავისთვის მარტივს. გესმით ჩემი არა? დიახ, მესმის. დიახ. ასე რომ, თქვენ უნდა მისწეროთ მათ პერსპექტივა თუ როგორ გახდებიან ისინი სწრაფად ტრილიონერები. და ისინი მაშინვე მოიხივლებიან, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენ მოგიწევთ თქვენი იდეის დათმობა. უბრალოდ მოგიწევთ მისი გაყიდვა ვიღაცისთვის. იმიტომ რომ ისინი მენეჯერებს პარტნიორებად იღებენ და იდეოლოგებს ტოვებენ. ყველაფერი გასაგებია. თუ გსურთ მენეჯმენტის სწავლა, მაშინ ახლა რა საქმიანობთ? რაიმეს შეულობთ? ერთ კომპანიაში მუშაობ სხვა სპეციალობით. კარგია, გამოიმუშავეთ ფული. დიახ. თქვენ კომპანიის ფლობელი ხართ, არა? ან კარგი, ეს თქვენი საქმეა. თქვენ იპოვით
მას ვინც გჭირდებათ. ამ გზით დაგისურვებთ მილიარდებს, მაგრამ ნუ ეძებთ მათ მდიდარ ადამიანებში. მდიდარი ადამიანები თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი. თქვენ უბრალოდ ვერ შეხვდებით მათ. მე მოვიგონე ეს ზუმი. არ ვიცი ამჟამად ერთი იდეით ვარ შეპყრობილი. მე მქონდა ეს. მთელი გულით ვჯერა, რომ როგორც ბიბლიაში წერია, თუ რაღაცას მისცემ ადამიანს და არ სთხოვ, სულ რომ მას ვერ ციცნო, აქ ჩვენ ათასობით ადამიანს ვეხმარებით. მე არასდროს არც ერთი მათგანი არ მინახავს. არავის არასდროს უთქვამს მადლობა. ორი გოგოც კი იყო. არ არის კარგი, როცა ისე იქცევიან, როცა თვალები ამოთხარეს. გახსოვთ ის აღშფოთება საქართველოში, ბიჭსა და გოგოს თვალები ამოთხარეს თოფით. ძეულს $20,000 გაუგზავნე. ხო და ერთხელ მაინც დაერეკათ, დღესასწაული მოელოცათ. ეს აღარ არის ქველმოქმედება. არ უნდა გამეგზავნა მათთვის. უბრალოდ მომეწონა, რომ ისინი ჩემსავით რევოლუციონერები არიან. მეც ასეთი ადამიანი ვარ ბუნებით. მათ შესანიშნავი იდეა შემოგთავაზეს ივანიშვილს, რომ არ მოეტყუებინა, არამედ 1%-იანი ბარიერი დაეწესებინა, საქართველო აყვავდებოდა. ასეთი ამბებია. შოთღემ მშვიდობისა ბატონო ლეონიდ, მოგესალმებით ყველას. სალამი, მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი შეცდომები, რაც შეიძლება მეწარმემ დაუშვას? შესანიშნავი კითხვაა. თუ შეძლებთ ჩემი ნათქვამის დაფასებას, გექნებათ ბევრი ფული. ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის ის, რასაც თქვენ დარწმუნებული ვარ ფიქრობთ. მეტის გამომუშავება. შეგიძლიათ დღეში $1,000,000 გამოიმუშაოთ და მაინც ღარიბი იყოთ. ეს არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში. მაგალითად, საქართველოში თითქმის ისინი წერენ 4 მილიარდს, იტყუებიან 5 მილიარდი. ჩემთან კიევში მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო. მე 650,000 ბაბუას და ბებიას ვუხდიდი, დამატებით $100 თვეში. ხოლო საქართველოში ფული არ არის. რა უყვეს მას? თუ ადამიანი ბიზნესმენი არ ითვლის თავის ფულს, თავის ხარჯებს, მას საიდან იწყება ეს? ბიზნესი ყოველთვის რისკების გაანგარიშებით იწყება. თუ არ შეგიძლიათ მათი შეფასება, უმჯობესია ბიზნესით არ დაკავდეთ. ბიბლია ამბობს, არა მხოლოდ ვერაფერს გამოიმუშავებთ, იესომ ეს უკვე თქვა, არამედ იმასაც დაკარგავთ, რაც გქონდათ, რადგან ეს ჩვეულებრივი წყება. მე ყოველთვის მარტივი მაგალითი მომყავს. მე მქონდა ჩემი პირველი წარუმატებელი სესხი, რომელიც გავეცი. მოვიდა ქალი ჩემთან, ბევრი ორდენით, მას დიდების ორდენი ჰქონდა, ეს უნიკალური რამაა. ომის შემდეგ უკვე ეს 90-იანი წლები იყო. და მაგიდაზე დააკაკუნა, ყველა ეს ჯილდოც აშრიალდა, კარგი ადამიანი ჩანდა. ის ჩემი ასაკის იყო, შეიძლება ცოტა უმცროსი და მიყვირა, შენ ბანკირი ხარ, მილიონერი ხარ, რატომ არ აძლევ ჩემ შვილს სესხს? ასეთი ადამიანისთვის არ შემიძლია, ჩემთვის ასეთი ადამიანები წმინდანები არიან. მამა ჩემი იბრძოდა, მთელი ომი გამოიარა, საბუთებში ჩავიხედე. მისი შვილი კაპიტანი ყოფილა. ის ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო. არ უბრძოლია და მას იდეა მოვიდა თავში. კახაბერის იდეას რაც შეეხება. შესანიშნავი იდეა. ფულის თვალსაზრისით ბევრად უკეთესია ვიდრე ნებისმიერი სახლი. მილიარდების მაშინვე საშოვნელად. მას კარგი იდეა მოუვიდა თავში. მან გადაწყვიტა ყირიმიდან დაკონსერვებული ბოსტნეულის იმპორტი, რომელიც იქ ძალიან იაფია. პომიდორი. და მან 5-10 თუ
$20,000 მოითხოვა. არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დედამისმა მითხრა: მიეცით მას ფული. უპასუხე: მისმინეთ, ახლა გვიანი შემოდგომა, რაღაც შეიძლება მოხდეს, ეს საკითხი არ შემისწავლია და რა მოხდება თუ ის გაკოტრდება? თქვენ ხომ უნდა ჩადოთ საკუთარი ქონება? თქვენ კი ერთ ბინაში ხართ. მაშინ რა მოხდება შემდეგ? ბინიდან გამოგასახლებთ? არა, ის ამბობს, ეს თქვენი საქმე არ არის. ასე მელაპარაკებოდა. ჯანდაბა. მომეწონა ეს ქალი. ჩვენ ეს ფული გავეცით. ის ყირიმში წავიდა, იყიდა უზარმაზარი მანქანა. ის ალბათ $100,000 გამოიმუშავებდა. ჭკვიანი იყო, მაგრამ მან ერთი რამ არ გაითვალისწინა. რომ უკრაინა უზარმაზარი ქვეყანაა. ამინდის სწრაფად იცვლება. და სანამ ის მართავდა, ნოემბრის ბოლო იყო, დაიწყო ყინვა და ყველა ქილა გასკდა. ჩამოდის და მეუბნება რა ვქნათ? კიდევ კარგი, ბებიას ცენტრში უზარმაზარი ბინა ჰქონდა. ქუჩაში ხომ არ დავტოვებდით, არა? ჩვენი ფული ავიღეთ, მისი ბინა გავყიდეთ, უყიდეთ კარგი ერთოთახიანი ბინა, იმიტომ რომ მისი ნაძირალა ვაჟი მაშინვე გაიქცა ცოლთან და დაავიწყდა, რომ ხავდა დედა. და ასე ცხოვრობდა ამის შემდეგ. მე აღარასდროს მინახავს. ის კარგად არის, მაგრამ ამის შემდეგ მე ავგრძალე სესხების გაცემა დატვირთული ქონებით. თუ ადამიანს მხოლოდ ერთი ბინა აქვს, ჩვენ სესხებს არ ვაძლევდით. თუ მას 100 ბინა აქვს, კი ბატონო, აიღეთ, გარისკეთ. ეს თქვენი საქმეა. სულ ესაა. და რისკები ძალიან ღრმა თემაა. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რასაც გამოიმუშავებთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად, მას კი ასისტენტად წავიდა. პოლიტიკაში. დიახ, პოლიტიკაში. თაღლითური ორგანიზაციების დასახურად. რა დაემართა მას? სხვათა შორის მე მას წერილი მივწერე და ეს ყველაფერი ვიწინასწარ მეტყველე. მაგრამ ახლა მასთან დაკავშირება შეუძლებელია. ის ოდესმე წაიკითხავს. დიახ, მაგრამ ჩინოვნიკებთან ბრძოლა ცუდი რამაა. ისინი მაინც გაიმარჯვებენ. იმიტომ რომ მე მათთან ცხოვრობდი, ფაქტობრივად 4 წელი ცხოვრობდი მათთან. არა, კიდევ 3, 12, 16 წელი. მე ვიცი მათი ძალა. მათ იციან ის, რასაც შენ და მე ვერასდროს გავიგებთ. მათ იციან როგორ აარიდონ თავი კანონს, როგორ გაჯობონ, როგორ მოგატყუონ, როგორ დაგიმეგობრდნენ და შემდეგ რთულ მომენტში ზურგში დანა ჩაგარჭონ და მან კი ისინი მან მხოლოდ სამთავრობო აპარატიდან 21,000 ადამიანი გაათავისუფლა. წარმოიდგენიათ, რა ძალაუფლება ჰქონდა. ეს სახელმწიფო დეპარტამენტია. და მათ ის დაასრულეს. მისი ბიზნესი დაეცა, მისი აქციები დაეცა. ახლა ის გაიქცა, რომ აღადგინოს. ვინ იცის? აღადგენს თუ არა. ამ ხნის განმავლობაში ბიზნესი გაცილებით წინ წავიდა, რადგან ახლა არის სამეცნიერო რევოლუციის დრო. მანქანები დაფრინავენ. მის მანქანებს აღარ იყიდიან თუ ჩინელები ნამდვილად დაიწყებენ ფრენას მომავალ წელს. ისინი მთელ მსოფლიოს აავსებენ. ყველას მოუნდება გზაზე ფრენა. 30 მეტრის სიმაღლეზე საათში 130 კილომეტრის სიჩქარით. მე გიპასუხეთ თუ ყველაფერი არ გითხარით? დიახ, მადლობთ ბატონო ლეონიდ, თქვენი გულწრფელი პასუხისთვის. დიახ, ეს მართალია, იმიტომ რომ სამყარო სავსეა იდეებით, სავსეა შემოქმედებითი, ჭკვიანი, განათლებული, უბრალოდ ზღაპრული ადამიანებით. როგორ შემიძლია მათ შევედარო? მაგრამ კბილებით ვეჭდები ყოველ თეთრს, რომ არავინ სადმე არაფერი მოიპაროს. ყოველთვიურად ჩვენი ბანკიდან იპარავდნენ. იქ 12,500 ადამიანი მუშაობდა. არ მგონია საქართველოში ასეთი ხალხი იყოს. ეს დიდი ხნის წინ იყო 2008 წელს გავყიდე. იქ 12,500 ადამიანი მუშაობდა. ყოველთვიურად $24 მილიონ ვიხდიდი ხელფასს. ქარხნებიც ჰქონდა.
ყოველთვიურად ბანკში ან ყოველ სამთვეში ერთხელ არ მახსოვს ყოველთვიურად ერთსა და იმავე თანხას იპარავდნენ ჩემგან. $500,000 ყოველთვის. სტატისტიკა აჩვენებდა, რომ ყოველივე ამის შემდეგ დიდი ბიზნესი, ნებისმიერი ბიზნესი, ყოველთვის პარალელურად მუშაობს ბანდიტებთან და თაღლითებთან. ბიზნესმენი იგონებს ახალ სფეროებს ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და პოპულარიზაციისთვის და ისინი მუდმივად ფიქრობენ, რომ მას ტექნოლოგიებში გაუსწრებენ, რათა გაძარცვონ. ამიტომ, ღმერთო ჩემო, რა არ მოგონიათ ბანკებში. მაგალითად, ქალი, რომელიც ფულს ცვლიდა, მოვიდა და თქვა, მომპარეს $24,000. ეს წვრილმანია, ასეთი რამ, კარგი, როგორ მოგპარეს? მან თქვა, ვიღაცამ დამაჰიპნოზაო და რას აპირებთ? მან პოლიციას უთხრა, რომ ვიღაც მოვიდა, თეორიულად შეეძლოთ მისი დაჰიპნოზება, მაგრამ ჩვენ გქონდა ტყუილის დეტექტორი. ის ძლიერია, რადგან ეს შესანიშნავი გამოგონებაა. ხალხი უბრალოდ ვერ ხვდება. გქონიათ, რომ თუ ამ მანქანას ან პროგრამას დააინსტალირებ, ის თავად გაიყვანს თაღლის დღის სინათლეზე და ყველას აჩვენებს, რომ ის ქურდია. სინამდვილეში ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კითხვებს დასვამთ. ამიტომ ჩასვეს ციხეში. აღიარა. რა თქმა უნდა, ამბობდა, არაფერი წამიღია. აშკარა იყო, რომ მოიპარა. აღიარა ეს. სად დამალა? საყვარელს მისცა. საცხოვრობს მისი საყვარელი? დნეპრის მეორე მხარეს. ეს ჭკვიანი ბიჭი. ეს კიდევ უკეთესი იყო, დნეპრის მეორე მხარეს მოხდა. დაასრულა. და თუ მის დაკითხვას ვატარებდი, ვკითხავდი. მეორე მხარეს და რომელ ქუჩაზე? და მათ ჩამოთვლას ამ ტერიტორიაზე არსებული ქუჩების რაოდენობის მიხედვით დავიწყებდი. და მე აღმოჩნდებოდი ქუჩაში, სადაც ცხოვრობს კაცი, რომლის სახლშიც ჩემი არა, სხვისი $24,000 ინახება. შემდეგ მას სართულსა და ბინას ვკითხავდი და ყველა ბინას შემოვივლიდი. ასე მუშაობს ტყუილის დეტექტორი. მისი მოტყუება შეუძლებელია. თუმცა ისინი, ვინც დღეს ამაზე მუშაობენ, ყველა შეუძლია მისი მოტყუება, იმიტომ რომ მას არ შეუძლია ისე ღრმად არ ფიქრობს, როგორც მე. ან ის, იმიტომ რომ მე თავს ვიცავდი, ბოლოს და ბოლოს სამართლის დოქტორი ვარ. სასამართლო ექსპერტიზაში დავიცავი ხარისხი. მე ვიყავი გამომძიებელი. მართალია, გამომძიებლებიც კი შეიძლება სრულები იყვნენ, მაგრამ ღმერთმა მომცა უნარი საკითხის ღრმად შესწავლის. ასეთი საქმეებია. და კიდევ ერთი იპარავდა აპარატებიდან, ვალუტის გადამცვლელი აპარატებიდან. მკითხავთ, საიდან მოიპარავდა? არის რკინის აპარატი, ჩადებ ბარათს, იმდენი ფული გამოდის, რამდენსაც აკრებ, მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ როდესაც უფრო ღრმად ჩხრეკ, იწყებ ფიქრს, თუ როგორ მიიღო მან ეს ფული. კასეტაში ინახავდა მათ. და ის შეუტახდა პოლიციელ მცველს, რომელმაც მისთვის ფული ჩადო, რომ $100 დააკლებდა. და მან გარკვეული თანხა 5 წლით მიიღო. მას 7 წელი მისცეს. ის იყო პირველი რანგის კაპიტანი. სხვათა შორის მე ავიყვანე, კარგი კაცია, წესიერი. არ შეიძლება ადამიანებს შანსი მისცე, უნდა მიხვდნენ, თუ პატივს სცემ მათ და არ გინდა პრობლემები შეუქმნა. არ შეიძლება შანსი მისცე. გაიგონ, რომ ეს უპატრონო ქონებაა. სასტუმროებში ყველგან ამბობენ, ნუ დატოვებთ ფულს ნომერში, რადგან ერთ დღეს დამლაგებელი შემოვა, ნახა, რომ ყველაფერი ფულითაა სავსე, მეორე დღეს ხედავს, რომ არავინ ითვლის მათ. მაგრამ თქვენ ღვთისწინაშე დამნაშავე ხართ, რომ ეს სიტუაცია არ განჭრიდეთ. ციხიდან მომწერა, რა გამიკეთეთ, მთელი ცხოვრება პატივსთან ცხოვრობდი, მაგრამ არ მაკონტროლებდით, ამიტომ აქ ვარ. და ასეთი სიტუაციაა. ამ კითხვაზე ჯერჯერობით სულ ეს არის. რა არის შემდეგი კიდევ? რამე გვაქვს? მადლობთ თქვენი კითხვისთვის. მადლობთ. კონტროლი. თუ შეგიძლია კონტროლი და გაქვს რაღაც გასაკეთებელი და განსავითარებელი, შორს ახვალ.
არანაირი პრობლემა არ იქნება. არავის ენდო. ფული, დიდება და ძალაუფლება ეს ის რაღაცეებია, რასაც ვერავის ანდობ. შენს ვაჟიშვილს, ქალიშვილსაც კი, ან ვინმეს. მათ შეუძლიათ იქცნენ, გმადლობთ. გამიმართლა ალბათ, ძალაუფლება და დიდება არასდროს მაინტერესებდა. ფულის შესაძლებლობებია. იცით, ასე ამბობთ კი. მეც ასე ვფიქრობდი. სანამ არ მივიღებდი. ფული მაგარია. ის ადამიანს ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. ეს შესაძლებლობებია. თავისუფლად ცხოვრება. სიღარიბე კი ადამიანური ღირსების დამცირებაა. მაგალითად, მე არ ვჯერა ქოხში სიყვარულის. ეს ბებია არინას ზღაპრებია. სადაც ღარიბ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, სიღარიბე ნებისმიერ სიყვარულს, მეგობრობას და ყველაფერს მოკლავს. მადლობთ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, თქვენთან კითხვა მაქვს. როგორია ბედნიერება და ფული თამაშობს თუ არა ამაში როლს? ფული თამაშობს ამაში როლს. საბჭოთა მულტფილმში, როდესაც ბავშვს კითხეს იქნებ ვინმეს უნახავს, მან უპასუხა: ბედნიერება, როცა შენი ესმით. ეს ხუმრობაა. საბჭოთა დროს ასე იყო. მაგალითად, ბედნიერებაა, როცა ჩემთან ერთი წამითაც არ გიმუშავია. მკითხეს, რამდენ დროს უთმობ სამსახურს. ცხოვრებაში არასდროს მიმუშავია. ვთამაშობდი. რაღაცას ვთამაშობდი. მიყვარდა თამაში და მისვლა ფინიშამდე. ჩემთვის ეს ბედნიერებაა. სხვა ადამიანებისთვის კი, როდესაც ფინიშამდე მივდივარ, ბედნიერი ვარ. მაგრამ არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, არავინ იცის მწვერვალზე იპოვი იმას თუ არა, რისი ნახვაც გინდოდა. რადგან იქ ყველაფერი სრულიად განსხვავებული იქნება. და ბევრი იმედგაცრუება დაგხვდება. ასე რომ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უფრო ბედნიერად ცხოვრობენ, ვიდრე თქვენ. ჩემზე და ყველა მილიარდერზე. იმიტომ რომ მდიდარი ადამიანები, როგორც წესი, არასდროს არიან ბედნიერები. ადრე თუ გვიან მათ ბოლოს მოუღებენ ისინი, ვინც მათ ეპირფერებოდა, ან ვისაც ისინი ენდობიან. ფულს კი ვერავის ანდობ. ეს ცოდვაა. იმიტომ რომ პატიოსან ადამიანს კრიმინალად აქცევ. ჩვენ ასეთი პრობლემები არ გვაქვს. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ბევრად ბედნიერია. უსახლკარო ადამიანები. ახლახან შევედი ინტერნეტში და ვნახე იქნებ რაიმე კვლევები არსებობდეს ამ საკითხზე. რამდენიმე წელი გავატარე მათთან. ყოველ შაბათსა და კვირას, ან შაბათს, ან კვირას, ხანდახან შაბათსა და კვირას მივდიოდი. თითქმის სასახლე ავაშენე და ვამოწმებდი. მუშაობს თუ არა შხაპი, მუშაობს თუ არა სარეცხი მანქანა, როგორი კვება, მე თვითონაც იქ ვჭამდი, იქ მიმყავდა მინისტრები. ადამიანების სრულიად უჩვეულო კატეგორია. ეს ჩვენი დონეა და ეს შეგიძლიათ გამოეთიშოთ, ჩართოთ სხვა, რომელიც არ მინახავს. არიან ხომ ახალი გოგონები? შემიძლია ვინმეს ნახვა? თუ არავინ არის? ჟენია, არავინ არის ახალი? აქ 20 ადამიანი ყავს ახლებიდან. ევგენი შემოგვიერთდა, რომელსაც ასევე სურს კითხვის დასმა. შუადღე მშვიდობისა. არა, ევგენიმ უკვე იკითხა. არა, ევგენი ახლახან შემოგვიერთდა. ჯერ არ გითხავს, არტიომი, ვალენტინი, დავითი, ჟენია ყავდა. მოდით დავასრულებ ამ თემას უსახლკაროებზე. ისეთი საინტერესო ადამიანები არიან. ისინი ჩვენს გაგებას სცილდებიან და ვერავინ გაიგებს, რატომ დაეშვნენ და ვეღარასდროს წამოდგებიან. იმიტომ რომ ისინი ბედნიერები არიან. ჭეშმარიტად ბედნიერები. მათ არანაირი პირობითობა არ აქვთ. არ ჭირდებათ თეთრი პერანგის ტარება, ან უფროსის მსახურება, ან იმის შიში რომ მის ფულს მოიპარავენ, ან რომ ბანდიტები მოკლავენ. ის ცხოვრობს. კუჭი კარგად უმუშავებს, რასაც უნდა ჭამენ,
მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაშია. ისინი ყველგან არიან. ამერიკაში, გერმანიაში და ყველგან ერთნაირი რაოდენობით არიან. არ არის დამოკიდებული იმაზე, ღარიბია თუ არა ქვეყანა. დგება მომენტი, როდესაც ადამიანი იმედგაცრუებულია და ეცემა. და ვეღარ დგება. ისი კარგად გრძნობს თავს. მე ყოველთვის ყვები ისტორიას თუ როგორი იყო ჩემი საქმეები, როდესაც გამომძიებელი ვიყავი. ერთი კაცის საქმე, ერთი მკვლელი იყო, მეორე მოკლა. ერთი პოლკოვნიკი იყო, მეორე კი გენერალი. მათ ჰქონდათ დოკუმენტები, ყველამ გაიარა ომი, გმირები, ორდენებით სავსენი და ისინი რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს მდებარე ტყის ზოლში ცხოვრობდნენ. ჰქონდათ ერთი ქოხი, ასეთი საქანელა სკამებიც, საღამოს ბოთლებს აგროვდნენ და სვამდნენ, არახს ყიდულობდნენ, სადღაც ძეხვეულს და ცეცხლზე წვავენ, 100 გრამს სვამენ, შემდეგ განაობენ, იქვე ზინავთ და სადღაც რაღაცაზე იკამათეს და ერთმა მეორე დანით მოკლა. ის პოდპოლკოვნიკი იყო ან პოლკოვნიკი. ისეთი მაგარი ბიჭი. როგორც არ უნდა გამეკრიტიკებინა, ის არ აღიარებდა რომ მოკლა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კაცის გატეხვა ვერ შევძელი. მაგრამ მან მითხრა რაღაც, რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მან თქვა, გონია რომ ბედნიერი ხარ და რომ ცხოვრებაში ზუსტად იმას აღწევ, რაც უნდა გააკეთო. სინამდვილეში კი ეს შემთხვევითობაა, ბედის წერაა. სულ სხვა რამ. რაღაც კონკრეტულ წესებს ეყრდნობი. ასე დროს სახლიდან უნდა გახვიდე, შემდეგ ისაუზმო და შემდეგ სამსახურში წახვიდე. უპირველეს ყოვლისა, ასეთი პრობლემები არ მაქვს. და მეორეც, მათ გასცეს ბრეჟნევმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა ბრძანება, რომ ყველას, ვინც სამხედრო პირადობის მოწმობას წარადგენდა, რომ ის იბრძოდა და უყოვნებლივ მყისიერად მიეცემოდა ცალკე იზოლირებული ბინა ამ რესპუბლიკის დედაქალაქში და მას კვლავ ჰქონდა სამხედრო პირადობის მოწმობა. მას სადღაც გაყიდა პასპორტი, მაგრამ სამხედრო პირადობის მოწმობა დარჩა. არ ვიშირდებოდა. მე ვეუბნები, სად იყიდე ბინა და იცხოვრე ადამიანივით. ის კი პასუხობს, სულელი ხარ, ვერ ხვდები. ის ახალგაზრდა იყო. თუ რომელიმე ბინის გარეთ თეთრეულს დააკვირდები, სქელს, შალის თეთრეულს, ის შენთვის ჭუჭყიანია, ფეხებს იწმენთ მასზე. მაგრამ როცა მე ერთში არ ახსვამ, ეს შენთვის შენს ბალიშზე უკეთესია, შენ გძინავს და კანკალებ. მე კი მშვიდად გძინავს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამიტომაც მე ვარ ბედნიერი. და შენ ვინ იცის, სად მიდიხარ? და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ სამსახურიდან არ გაგათავისუფლონ. ან რაიმე სხვა არ მოხდეს. შუადღემშვიდობისა ბატონო ლეონიდ. მაქვს კითხვა ადამიანებთან ურთიერთობები. როგორ გავერკვიოთ ადამიანებში და ვის შეიძლება ენდოდა თუ საერთოდ შეიძლება ნდობა? დიახ. ადამიანებში გარკვევა, მე სხვანაირი ცხოვრება მაქვს. მარტო ცხოვრობ, მადლობა ღმერთს. ჩემ გვერდით არავინაა, რომ მიღალატოს ან რაიმე გამეკეთოს. და საერთოდ არიან კარგი ადამიანები, არიან ცუდები და ისინი არასდროს იცვლებიან ხარისხობრივად. კარგი ადამიანი კეთილგანწყობილია. ცუდი ადამიანი კი ყოველთვის ეძებს და ეჩვენება, რომ შენ გაქვს ის, რაც მას არ აქვს. და სურს ეს წაგართვას. ძირითადად ადამიანები ცუდები არიან. არსებითად ისინი, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. არ ვიცი. ძირითადად ადამიანების ნდობა ჯობია მათ არ ენდოთ. საკუთარ თავს დაეღრდნო. თალსახად არ ანდოთ ფული. ასევე ჯობია არ ანდოთ ინფორმაცია. და მაშინ რა უნდა ანდოთ, არ ვიცი. ეს ჩემთვის რთული კითხვა აღმოჩნდა. ამის შესახებ მრავალი განსხვავებული კვლევა და რჩევა არსებობს. ზოგი ამბობს, გაჩუმდი, ეს შენი საუკეთესო დაცვა, მაგრამ როგორი ცხოვრებაა ეს გაჩუმება? გინდა ადამიანთან საუბარი, მაგრამ არა ისეთი რამის თქმა, რამაც შეიძლება შენი კომპრომეტირება გამოიწვიოს. მას შეუძლია ამით ისარგებლოს.
ეშმაკმა იცის, რომელია კარგი, რომელიც ცუდი. ამდენი ადამიანი დემოკრატიულ გერმანიაში 10-დან 8 ადამიანი ანონიმურ წერილებს წერდა თავის ნაცნობებზე. ვიღაც უნდა ენდო. 80% ადამიანებისა ინფორმატორები იყვნენ. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. აი, რამდენად ნაძირალა უნდა იყო, რომ აიღო ფურცელი და რაღაც დაწერო იქ. კიდევ რა. Какие качества вы... ადამიანში რომელ თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად? რა თვისებებს? კეთილგანწყობას. ადამიანში მთავარი კეთილგანწყობაა. მაგრამ თუ საქმე სამსახურს ეხება, მაშინ ეს არაფერი პირადული ან ადამიანს შეუძლია მუშაობა? ჩემთვის არა, მე არაფერი მჭირდება. ან ადამიანს შეუძლია ყოველდღიურად იმუშაოს, გაიზარდოს, ისწავლოს და გაიზარდოს სამსახურში. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ პირადული არაფერი ვიცი. ამიტომ მე ადამიანებს მათი თვისებებით ვაფასებ. არსებობენ სხვადასხვა ადამიანები. არიან ასეთები და სხვანაირებიც. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. მე მხოლოდ სამსახური მაქვს. ან შეგვიძლია ფილოსოფიაზე ვისაუბროთ. ამასაც ვაფასებ. მაგრამ ეს სამსახური არ არის. სამსახურში კი მხოლოდ პროფესიონალიზმს ვაფასებ. თუნდაც ჩემს გვერდით მსოფლიოში ყველაზე ბოროტი ადამიანი იყოს, რომელსაც შენს განადგურებას ცდილობს. არ მაინტერესებს. მიეცით საშუალება, რომ თავისი საქმე ისე გააკეთოს, რომ ხალხის გული გაანათოს. კარგი, გასაგებია, გმადლობთ. სამსახურში არაფერი პირადული არ არის. მაგრამ რა თვისებები? არც კი ვიცი, სიკეთე. ყოველთვის ვლოცულობ. ორი ადამიანი მყავს. სულაც არ არიან ახლობლები. ჩემთვის უცნაურია, თუმცა მე თვითონაც ასეთი ვარ. მაგრამ არასდროს გავოვლი გვერდით, თუ ვინმეს სცემენ. სიბერეშიც კი ჩავერევი. ერთხელ ეზოში ვიდექი და ვტიროდი. 5 მანეთი დავკარგე. რძის საყიდლად მომცეს. პირველ კლასში ვიყავი. ვიცოდი, რომ დედაჩემი მეჩხუბებოდა. დგავარ ხელში ქილით და ვტირი. ხალხი მიდიმოდის, რატომ ვტირი? არა უშავს, დედა არ გეჩხუბება. შემდეგ კი ერთხელ წავაწყდი. მისი სახელი იყო გაля. მისი სადარბაზო და ბინაც კი მახსოვს. ეკთნად მუშაობდა. ჩამეხუტა. რას ამბობ, ლეონიჩკა, წავიდეთ. და მის სახლში მივედით. და მის ძველ მაცივარზე, როგორც ახლა მახსოვს, საშინელი ფრეონის მაცივრები იდგა. 5 რუბლიიდო და მე მომცა ეს ფული. მეუბნები, მისმინეთ დედა გაля, მაშინ უკვე ვაზროვნებდი. ეს ხომ თქვენი უკანასკნელი ფულია, როგორი ცხოვრებთ? ის თვეში 70 რუბლს იღებდა. ის მეუბნება, ნუ ღელავ. უპასუხე, იცით რა, დაგიბრუნებთ. სკოლისთვის 20 კაპიკს მაძლევდნენ და მე დავუბრუნე, მაგრამ ეს არაფერია. და ეს მაშინ გამახსენდა, როცა ნოსტალგია დამეწყო, სადღაც 50 წლის ასაკში. მაშინ ყოველთვის დაკავებული ვიყავი, მთელი დღე ვმუშაობდი. ღამეები, დღეები. და შემდეგ უცებ გამახსენდა, რომ ხარკოვი იყო ნაცნობები და გაля. კიდევ ერთი ადამიანიც. და მე ის ვიპოვე. თუმცა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ეს მაშინ ჩემი აკვიატება იყო. მე მას შვილს არ სურდა. ძლივს დავარწმუნე. მის ზეკლთან ფილა დავდე და დავაწერე დეიდა გალიას კიევის მადლიერი მერისგან. ძალიან საქებარია. რა აზრი აქვს, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ეს ჩემთვის იყო. მთელი ხარკოვი ფეხზე დავაყენე. როგორ ფიქრობთ, ბატონო ლეონიდ, რა არის თქვენი მისია ამ ქვეყნად და რისთვის შექმნათ ღმერთმა? ჩემი მისია გიჟური ხუმრობები მაქვს ხოლმე. მთელ საბჭოთა კავშირში
ორი ტიპია. ერთი არსებობს მხოლოდ რა არის ქველმოქმედება, ან მთავრობა ქმნის რაღაცას ხალხის გამოსაკვებად არჩევნებამდე, ან მდიდარი ოლიგარქი აშენებს სახლებს, აკეთებს რაღაცას, გაურკვეველი არას, გამოყოფს გიჟურ ფულს, მაგრამ ის ამით არ ცხოვრობს. მე დავიცახე მიზნად ადამიანის გულის კარი გავხსნა, მისი სული. სწორედ მაშინ, როცა დავრჩი მარტო. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე მიყვარს მარტოობა, მაგრამ ეს ყველას არ უხდება. ეს ჩემი ბუნებაა. მე მომწონს, როცა არავინ მაწუხებს. მე შემიძლია ღმერთთან საუბარი ან მუშაობა. ეს თანაგრძნობას იწვევს. და მე ვთხოვ ღმერთს, როდესაც ვლოცულობ, მომეცი თანაგრძნობა ამ ადამიანის მიმართ და მე ნამდვილად თანავუგრძნობ ზოგიერთ ჩვენს ბენეფიციარს. თითქოს ისინი ჩემი ნათესავები იყვნენ. მე განვიცდი, ვფიქრობ, როგორ მოექცნენ მათ, სწორად, არასწორად, მკურნალობენ თუ არა მათ. შესაძლოა ეს არის ჩემი მისია. სხვა არ ვიცი. არ მინდა ფულის ჩაუნა, რადგან არ მინდა. ეს არ არის საინტერესო, მაგრამ თუ მომინდება, მაინც შემიძლია რაღაცის გაკეთება. მაგრამ ფონდისთვისაც კი არ მაქვს დრო. ეს ალბათ ჩემი მისიაა. ამ დატვირთვით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ალბათ არასდროს ყოფილ ვარ ასეთი ბედნიერი. რადგან მეკითხებიან, როგორ ხარ მარტო და ბედნიერი? დიახ, მარტო ვარ და ბედნიერი. ცოტა ხნის წინ მყავდა ლამაზი ცოლი. არა. მაგრამ არ მომწონდა, უბრალოდ არ მომწონდა. დიახ, კარგი სხეული, ლამაზი და ყველაფერი, მაგრამ არაფერი გქონდა სალაპარაკო. და ზოგადად ეს მანერვიულებდა. რაღაც უნდა გამეკეთებინა მისთვის, მაგრამ არაფრის გაკეთება არ მინდოდა. შემდეგ ბავშვი გაჩნდა. მთელი ამბავია. კარგია მარტო ყოფნა, მაგრამ პრობლემები იქნება. დემენცია მექნება, თუ ამ სფეროში არაფერს გამოიგონებენ. არ ვიცი რა ვქნა. რა თქმა უნდა, გვერდით ვიღაც უნდა მყავდეს, მაგრამ ჯერ არ მესმის, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ დიახ, ეს ჩემი მისიაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა არაფერი შემიმჩნევია. კვირობით ბევრ ფილოსოფოსს ვუსმენ, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ადრე უფრო მეც ვუსმენდი. განსაკუთრებით მაინტერესებდა ის ცოცხალი ღმერთი, რა ქვია მას, ყველა პრეზიდენტი იღებს მას, რა ქვია, დამავიწყდა. ეს ჩინეთის მთავრობა დალაი ლამა? დიახ, დიახ. დიახ. მისი ფილოსოფია მოლეკულურ ფიზიკაზეა დაფუძნებული ზოგადად. სასწაულებზე. იქ მათთან პოლემიზირებს, ძალიან ღრმა ადამიანია. შემდეგი აღმოჩნდა, რომ ვიღაც ბავშვს ვნებიანად აკოცა. ჯანდაბა, კარგი მორჩა. აღარ მინდა მისი საკითხვა. არც არაფერი. ზოგადად ამ ეკლესიის ეს იდეა როგორია ნებისმიერი ეკლესია, რომელიც მამაკაცებს უკრძალავს ნორმალურ ცხოვრებას, ეს უფლისთვის საძულველია. იმიტომ რომ ქალის გარეშე კაცი არაფერია. მთელი ცხოვრება ცხოვრობენ, მაგრამ ნორმალურია, როდესაც არსებობს ქალი და მამაკაცი. მათ აქვთ მე მყავს ნაცნობები, ისინი 50 წელია ერთად ცხოვრობენ. მაგრამ ეს სასწაულებია. უყვართ ერთმანეთი და ყველაფერი კარგადაა მათთან. დიახ, სწორედ ამიტომ, როდესაც კაცი ეკრძალება ქორწინება, ის პაულობს, რომელიმე მღვდელი არა, მათთან რა ქვიათ არ მახსოვს. მე ვესაუბრე კარიტას. კათოლიკეებს შორის არის ასეთი ორგანიზაცია. ისინი იქ ყველანი გარყვნილები არიან. ესენი ეს არ არის სწორი, ეს არ არის
ღვთის თანახმად ცხოვრება არ შეიძლება ადამიანს წაართვა ნორმალური ფიზიოლოგიური ცხოვრება. განსაკუთრებით მამაკაცს.